გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს ათობით შინაური ფრინველი დაეხოცა. მოსახლეობა ფრინველის მასიური განადგურების სავარაუდო მიზეზად ფრინველის ჭირს ასახელებს. ადგილობრივების თქმით, შინაური ფრინველის დაავადებისა და სიკვდილის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო დაგვიანებული ვაქცინაცია. ტირძნისში მცხოვრებ ირა ხმიადაშვილს 20 ფრთაქათამი დაეხოცა. პირველად მომიკვდა ერთი ცალი და მე არ ჩავაგდე არაფრად, მე გიქნებ რაღაცა ყელზე დაადგან, რაღაც შეჭამა და მე ერთი კვირა რო გავიდა დავინახე რომ მასიურად იხოცებოდნენ, იბუზებოდნენ და ხელში ამდგასინჭეს ჭია ყავდა ხელში და ვეღარ აყლაპავდა საჭმელს და მაგითი დაიხოცნენ თუ ყველა არ ვიცოდით რომ ავცვიდი წამალი მოვიტანე მაშინვე 10 მენცი წამლები ვიყიდე და ჩაუსხიო და ისე აჭამეო და თუნაი დალევენო და არაფერმა არ იმოქმედა მაინც თუ დაიხოცა თუ ყველა არც ერთი რო არ დამჭა. ფრინველის ჭირი შინაური და გარეული ფრინველის მწვავედ მიმდინარე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ფრინველის ორგანიზმში საკვებით და ჰაერით ხვდება. ვირუსი დაბალ ტემპერატურაზე ძლებს, მაღალ ტემპერატურაზე კი 30 წუთში ნადგურდება. დავირუსებული ფრინველი მკურნალობას არ ექვემდებარება, ხოლო დახოცილი ფრინველის საკვებად მოხმარებას კატეგორიულად გამორიცხავენ. შიდა ქართლის სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი მოსახლეობას სავალალო შედეგის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციას აძლევს. შიდა ქართლში არ არის რაიმე ესეთი საშიში ინფექციური დაავადება დაფიქსირებული არც ფრინველებში და არც ცხოველებში, რომელიც განსაკუთრებულ ზიანს უქმნის და ეპიზოდურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შიდა ქართლის რეგიონი არის კეთილსაიმედო. სახელმწიფო პროგრამით მიმდინარეობს ყველა ის ღონისძიება, რაც სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ არის, ხვალვე შესწავლილი იქნება ეს შემთხვევა, გამოკლეული უნდა გაიკვეთოს ეს დახოცილი ფრინველის დათვალიერების შედეგად დადგინდება ის სავარაუდოდ მიზეზი და მიეცემათ შესაბამისი რჩევა დარიგებები. მე ურჩევ მოსახლეობას, რომ პერიოდულად ვეტერინარის მეთვალყურეობის ქვეშ იქონიონ თავისი მეფრინველეობის ფერმები იქნება თუ მეცხოველეობის ფერმები. და შეასრულონ ის რეკომენდაციები, რაც დადგენილი არის ვეტერინარული წესებით. დაავადების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრინველის დროული ვაქცინაცია. შიდა ქართლში ფრინველის ასაცრელად მშრალ ვირუს H ვაქცინას იყენებენ, რომლითაც მოზარდი ფრინველი იცრება. ვაქცინა 48 საათში აქტიურდება და 1 წლის განმავლობაში მოქმედებს. სპეციალისტები მოსახლეობას მსგავსი ფაქტის განმეორების შემთხვევაში შესაბამის სამსახურში მისვლას და ფრინველზე დეზინფექციის ჩატარებას ურჩევენ.